პროექტი უცნობი კავკასია. კომპანიების მფლობელებთან მართავენ გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ბაჩო ახალაია. ხელისუფლების წევრების ამსახელებს და გვარებს თავად ბიზნესმენები ასახელებენ. საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ზეწოლაზე ქვეყნიდან გაქცეული კიდევ ერთი პირი, ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი ბიზნეს პარტნიორი სოლფერტ ჯორჯიას ხელმძღვანელი ირაკლი რუხაძე საუბრობს. შეგახსენებთ, რომ მისი მანქანა თბილისში მეიდანზე აფეთქდა. რატომ მოუწია მას ქალაქის დატოვება? რას სთხოვა დავით კეზერაშვილმა და გიგი უგულავამ ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს გადაცემის პირველ ნაწილში სატელეფონო ჩართვით ლონდონიდან მონაწილეობას მიიღებს ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე, ასევე ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას მიიღებენ ხელისუფლების გუნდის წარმომადგენელი რუსუდან კერვალიშვილი და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ჯონდი ბაღათურია. მოგესალმებით, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის. თუ არ ვცდები, ჩვენ უკვე გვაქვს საშუალება დაუკავშირდეთ ბადრი პატარკაციშვილის ყოფილ ბიზნეს პარტნიორს სელფო ჯორჯიას დამფუძნებელს ირაკლი რუხაძეს. თუ შეიძლება მოვიმარჯვოთ ყურსასმენები. მოგესალმებით, ბატონ ირაკლი. გამარჯობა. ბატონ ირაკლი, როგორც თქვენ თავად პრესაში საუბრობთ, ქალაქის მერი გიგი უგულავას კაბინეტში შეხვდით დავით კეზერაშვილს. იქნებ ისაუბროთ უფრო ვცლად, რა საკითხზე შეხვდით ხელისუფლების გუნდის წარმომადგენლებს და რა იყო მათი მთავარი მოთხოვნა, გნებავთ თხოვნა. გისმენთ? იყო სამი მოთხოვნა. დიახ. პირველი ყველაზე მთავარი მოთხოვნა და ის გამოც ალბათ შეხვედრა მოეწყო იყო, რომ იმედის გარშემო იმედზე მოთხოვნა პატარკაცის ოჯახის შემწყდარ იყო. მეორე იყო, რომ ასევე ოჯახი მოლაპარაკებოდა ჯოზეფ კეის და გადაეცათ მათთვის დიდი ნაწილი პატარკაცის აქტივებისა საქართველოს და საქართველოს გარეთ. და მესამე ნაწილი, რომელიც არის ყველაზე დაკავშირებული ამ ორთან, იყო პირდაპირ სალფორდთან, ანუ ჩვენთან. დიახ. პირველი ორი მოთხოვნა ოჯახის მიმართ იყო და მესამე იყო სალფორდის მიმართ, რომელიც აკონტროლებს კომპანია GGMW, ის გენერალური ლიცენზიანტი. დიახ. პორტიუმის წყლის და ეს მოთხოვნა იყო ჩვენ გაგვეკიდა ეს კომპანია საკმაოდ იაფად ერთ-ერთი კონკრეტული ბიზნესმენისას. კი ბატონო, ბატონ ირაკლი, წინააღმდეგ შემთხვევაში რითი გემუქრებოდათ გიგი უგულავა და დავით კეზერაშვილი? ამ კონკრეტულ ლაპარაკში მუქარა ჩვენ უკვე მაგრევისათვის ვიყავით საკმაოდ დიდი სტრესის ქვეშ მოყოლილები, როგორც თქვი, ჩემზე თავიდან გახსნილი იყო რამოდენიმე სიკვდილსამართლე საქმე, მე მოწმისახი დავყავდით, ჩვენი კომპანიები იყო საკმაოდ თუნ მდგომარეობაში, დღემდე ჩვენ ძალიან ბევრ კომპანიაში ამონაწილეებს ვერ ვიღებთ, როცა მიდივართ რეესტში სხვა მიზეზების გამო ამონაწილეებს არ გვაძლევენ, ეს გრძელდება თვეობით. დიახ. და ფაქტობრივად ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდებოდა. ახლა საწმენის პარკი ჩამოგვაქვს, რა თქმა უნდა, მაშინ უკვე და ქვია ჩვენი ბანკი, სტანდარტ ბანკი გაგვაყიდინეს, მაგ ეტაპზე უკვე ჩვენი ბანკიც აღარ ქონდა, მოგვიწევა მისი გაყიდვა ძალიან სწრაფად. და იყო ზეწოლა სხვადასხვა ბიზნესებზე. კი ბატონო. მუქარა იყო ის, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება. თუ აი ამ სამფერობას არ შეასრულებთ, როგორც ამ სამფერობას შეასრულებთ, მაშინ ეს ყველაფერი მოჩება ეს ლაპარაკი. გასაგებია, ბატონ ირაკლი, რა მოტივით ხორციელდებოდა ასეთი ზეწოლა თქვენ ბიზნესზე? იქნებ დააკონკრეტოთ, რა მოტივით? ეს ყველაფერი დაიწყო 7 ნოემბერს. 7 ნოემბერს ანაბ იმედს დაარბევდნენ, დაარბიეს საწმენის პარკი. კი ბატონო, ჩვენ გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, დიახ. მე დაარბიეს იმედი და რამოდენიმე დღის განმავლობაში დაარწეს ფაქტობრივად თითქმის ყველა ჩვენ ბიზნესი, რომელიც საქართველოში ჰქონდა. კი ბატონო. ბატონ ირაკლი, თქვენი მანქანა თბილისში მეიდანზე აფეთქდა. თუ შეგიძლიათ მოგვიყვეთ, როგორ მოხდა, რა მოტივით აფეთქდა ეს თქვენი მანქანა და უკავშირებთ თუ არა თქვენ სწორედ თქვენი მანქანის აფეთქებას იმ მოლაპარაკებას, რომელიც შედგა თქვენსა და ხელისუფლების გუნდის წარმომადგენლებს შორის? მე ჩემ მანქანის აფეთქებას ვერ დავაკავშირებ, რა თქმა უნდა, იმიტომ მე არ ვარ საგამოძიებო ორგანო, ეს გამოძიება უნდა აანახოს, რა თქმა უნდა, გამოძიება არ ჩატარებულა თავისთავად საინტერესოა, ეს ვილაც რო ვთქვათ, მე ერთხელ დამკითხეს და ამდენად მე ჩემი მძღოლი დაკითხეს და მეტი არ უნდა დაუკითხიათ. ეს ჩემი შეხვედრა მოხდა რამოდენიმე ძალიან ცოტა ხნით ადრე ამ აფეთქებამდე. და კიდევ ერთ-ერთი აჩემელი თქვა, რომ ეს აფეთქება არ მოხდა, არ იყო განზრახული, ვიღაც დაეზიანებია, სპეციალურად იყო გაკეთებული, ისე რომ არ უნდა დაზიანებულიყო, ანუ ეს იყო გამოფრთხილებელი. როგორც ეს გამოფრთხილებელი აფეთქებას მოყვება ხოლმე გაფრთხილება
მე დღემდე არანაირი გაფრთხილება არ მიმიღიათ ხო ერთ-ერთი ისედაც ვიზახი რაც იყო რაც შეიძლება ჩაითვალოს გაფრთხილების გავსად იყო ის რომ იმ აფეთქების დღეს მომივიდა წერილი კეთი კვარცხალვასგან ჯოზეფ კეის იურისტისგან რომელიც გამოცნო გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლოს და მოითხოვა ჩემგან მეთანაშრომლა ჯოზეფ კეისთან ბადებატეკაცის აქტივის მართვას. ბატონო ირაკლი, თქვენ უარი თქვით ეს შეთავაზებები, ესე ვთქვათ, ეს თქვენი ხელისუფლების მოთხოვნა შეგესრულებინათ? თავად თუ აი ამ ხელისუფლების წარმომადგენლებთან თუ დაადასტურეთ ის რომ თქვენ უარზე ხართ რომ ეს მათი მოთხოვნა შეასრულოთ? ეს მე ამაზე უარს ვერ მეტყოდი, ყოველ შემთხვევაში პირველ ორ მოთხოვნა და იმიტომ ეს არ იყო ჩემს მიმართ. მაშინ თქვენ რატომ გთხოვდნენ ბატონო ირაკლი? ნუ იმიტომ მე ახლოს ვიყავი ბადრისთანაც, ვიყავი მისი რჩეველი ეკონომიური, ასევე ძალიან ახლოს ვარ მის ოჯახის წევრებთან. ეს თქონდა იცოდნენ. პირველი შეხვედრა არ იყო, აქამდე ყოფილა ჩვენი შეხვედრები. რაზე საუბრობდით? მაგრამ მესამე თხოვნაზე მე იქ უთხარი ვარი, მესამე მოთხოვნა რომ ჩვენ გაგვაკიდა ბოლჯომი, ეს რომელიც აბსოლუტურად სალფორდის გადაწყვეტილება და არანაირი კავშირი არ აქვს ბადებატეკაცის ოჯახთან და მასთან თვითონ. ეს ჩვენი გადაწყვეტილება იყო, ამაზე მაშინ უთხარი რომ ეს არ მოხდებოდა და ამაზე მაშინ დავამეკვირე, მაშინ ლიცენზიას წყლის ჩამოთმოდა თქვენ ვერ გააგრძელებთ და ეს პრინციპში ეს პირობა შეასრულეთ. რა მოტივით გთხოვდნენ ბატონო ირაკლი რომ დაგეთმოთ ბორჯომის წილი და აქციები? არ მგონი რაღაც განსაკუთრებული мотиваცია ყოფილიყო ამის უკან. კი ბატონო, ბატონო ირაკლი, ასევე თუ არ ვცდები, სწორედ იმ დღეს, როდესაც თქვენი მანქანა აფეთქდა, ასევე აფეთქება მოხდა თქვენი მეგობრის მანქანის. თუ შეგიძლიათ უარყოფთან დაადასტუროთ ეს ინფორმაცია და თუ შეესაბამება ეს ინფორმაცია? არ შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს, იმიტომ იმავე დღეს არ მოხდა, ეს მოხდა ცოტა ხნით უფრო ადრე. კი ბატონო, იქნებ გითხრათ, ვისი მანქანა აფეთქდა და ასევე თუ გაქვთ ინფორმაცია რა მოტივით? მანქანა არ აფეთქდა, მანქანა დაწვეს ღამე. დიახ. ეს იყო ნიკოლაი სასნოვსკის მანქანა, რომელიც ღამე ბოლო დაწვეს მის გარაჟში. ვინ არის ეს ადამიანი? ნიკოლაი სასნოვსკი იმ დროს იყო მისი კომპანია ახორციელებდა ექსკლუზიურ გაყიდვებს ტელეკომპანია იმედის სარეკლამო დროის. გასაგებია. ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით ბატონო ირაკლი, თქვენ ამ წუთას სად იმყოფებით ლონდონში, ხო? ლონდონში, დიახ. გეგმავთ საქართველოში დაბრუნებას ბატონო ირაკლი? მოკლე ვადაში არ არის, რა თქმა უნდა გეგმავ. რატომ ბატონო ირაკლი, რატომ ვერ ახერხებთ თბილისში დაბრუნებას? არა, რატომ ვერ ახერხებთ თბილისში დაბრუნებას მოკლე ვადაში? ეს არ არის ლაპარაკი, მასე ვერ ვახერხებ. მე მანქანის აფეთქების მე ცხოვრობდი ჩვენ ნახევარი თბილისში. მე წავედი ლონდონში გადავედი საცხოვრებლად, შეიძლება ითქვას, რომ ლონდონში შეიძლება და ჩავშონა გადავედი საცხოვრებლად. ომის შემდეგ, აგვისტოს მოვლენების შემდეგ, როცა საქართველოში ჩემთვის ბიზნეს კეთების ბიზნესმა აზრი დაკარგა, იმიტომ რომ უზამაზარი დათქმა იყო საქართველოს ეკონომიკისთვის აგვისტოს მოვლენები. და მე რაღაცა მე ჩავთვალეთ მე და ჩემი პარტნიორებმა, რომ ჩემი ენერგიის ხარჯი ჯობდეს სხვაგან. თუმცა მე ძალიან მშოვ ბადებატეკაშვილის ოჯახთან და თან კიდე იმის გამო ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ჩვენი აქტივების დაცვა ბევრ კარგად შეიძლება სხვა სასამართლოებში და არა საქართველოს სასამართლოში, ამიტომ მე ჩავთვალე რომ მე მიჩვენია ვიყო იმ ქვეყნებში, რომელიც სადაც უფრო აქტიურად ვიმუშავე და სადაც შევძლებ რეალურად დავიცვა ჩვენი აქტივები და მართლა ძალიან კარგად ვაკეთებ ჩვენ 4 ქვეყნის სასამართლოში ძალიან დიდ წარმატებებს მივახციეთ უკვე, ამიტომ ჩვენ საქართველოს ყოფნა ისე ჩვენ საქართველოს სასამართლოში ვერ გავიმოძებთ, ეს ძალიან კარგად ვიცი 6-ში რამდენიც მომენტი პარასკევს არის დიდი განხილვა კიდე ახლა საქართველოს სასამართლოში, რომელიც მე წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ რა ჩვენებას წარმოადგენს, ალბათ ბადის ოჯახი მაინც ააგებს ამას. ამიტომ მე მიჩვენია ვიყო იქ, სადაც ჩემ ენერგიას შეიძლება შედეგი მოყვეს და არა იქ, სადაც ვიცი რა შედეგი წინასწარ არ შეიძლება არსებობდეს. ბატონო ირაკლი, რთულია დღეს საქართველოში ბიზნესის მართვა? რა თქმა უნდა, საქართველოს ბიზნესის მართვა რთულია. ეხლა ეს ცოტა ისეთი რიტორიკული შეკითხვა არის, იმიტომ რომ გააჩნია ვისთვის ნორმალური ბიზნესმენმა საქართველოში რთულია, თუმცა შეიძლება იყოს ადამიანი, რომელმაც ნორმალურ პირობებში ვერანაირი ბიზნესი გაკეთება შეუძლოს, მათ დღეს საქართველოში წარმატებული იყოს. ამიტომ გააჩნია ვიზი არის ლაპარაკი და რამდენად უნდა მთავრობაში შენ იყო წარმატებული. დღევანდელი შენი წარმატება დიდწილადაა დამოკიდებული სურვილზე
მთავრობის შენ იყო წარმატებული. ანუ თუ არა ხარ მთავრობასთან დაახლოებული პირი, რთულია დღეს მართო ბიზნესი, ბატონ ირაკლი, ამის თქმა გსურთ? ამასაც ესე არ შეიძლება რაღაც შავად ან თეთრად თქმა. მე მგონია რომ რთულია, ალბათ შეუძლებელია თუ არა ამას ავიძახ, მაგრამ ძალიან რთულია იყო დიდ ბიზნესში თუ შენ არ გაქვს მთავრობასთან რაღაც კონკრეტული კავშირი. დიდი მადლობას გადაგიხდით ბატონ ირაკლი, რომ მიიღეთ ჩვენს ეთერში მონაწილეობა. ძალიან დიდი მადლობა, გისურვებ წარმატებებს. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ პირდაპირ სატელეფონო ხაზზე ლონდონიდან საუბრობდა ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი ბიზნეს პარტნიორი კომპანია Selford Georgia's დამფუძნებელი ირაკლი რუხაძე. ბატონებო, ძალიან და ქალბატონო რუსუდან ძალიან საინტერესოა ვფიქრობ ბატონ ირაკლის ეს პოზიცია. მე მინდა ქალბატონ რუსუდან პირველი კითხო თქვენ ამ შემთხვევაში როგორც სამშენებლო კომპანიის დამფუძნებელი ყოფილ ბიზნესმენს რა მდგომარეობაშია დღეს ბიზნესი თქვენ მოისმინეთ ბიზნესმენი რუხაძის განმარტება განცხადება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ზეწოლას ახდენს ხელისუფლება ბიზნესმენებზე ასევე სწორედ რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში იქნა ნაჩვენები ქიბარხალვაშზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი რომელიც გადაიღო ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა კომპანიამ რომელიც საუბრობს თუ ასევე თუ როგორ ძიმე მდგომარეობაში იყო მისი ბიზნესი, ანუ როგორ ახორციელებდა ზეწოლას ხელისუფლება მის ბიზნესზე, ტერორიზმზე, როგორი ტერორი იყო მის ბიზნესზე. რა სიტყვით ქალბატონ რუსუდან, რა შეგიძლიათ თქვათ, რა მდგომარეობაშია დღეს ბიზნესმენები და ბიზნესი, გისმენთ? ვინაიდან დღეს საქართველოში ისევე როგორც თელ დანარჩენ მსოფლიოში არის ძალიან მძიმე ეკონომიკური კრიზისი, ამიტომ შესაბამისად ბიზნესმენები იმყოფებიან თავისთავად ცხადია, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში. თუ ამას დაემატა ის სამართლებრივი ეჭვები, რომელიც არის აი ამ ვითარებაში, რაც ახლა ჩვენ მოვისმინეთ, რაც თავისთავად არ განაწყობს ადამიანს გარკვეულწილად დიდი განსაკუთრებული ნდობით, ერთადერთი რაც შეიძლება დაგვრჩეს, ეს არის იმ სამართლიანობის იმედის აღდგენა, რაც მოყვება ნორმალურ სასამართლო რეფორმას, იმიტომ რომ ძალიან ძნელია განიკითხო, ძალიან ძნელია განსაჯო, როდესაც არ ახარ ღმრად ჩართული პროცესებში და რაც ახლა მოვისმინეთ, პირადად ჩემთვის, ისევე როგორც ალბათ ყველა მსმენელისთვის არის ძალიან მტკივნეული და ძალიან მინდა რომ ყველაფერი ისე დასრულდეს ამ მოცემულ შემთხვევაში და ყველა სხვა შემთხვევაში, რომ სამართლიანობის იმედი არ დავკარგოთ ჩვენ ქვეყანაში. ამის იმედს მემაძლევს დღეს ის, რომ როდესაც თქვენ გისმენთ და თქვენი ხმა რო ისმის საქართველოში ეს იმას ნიშნავს, რომ სანამდე ისმის სიმართლის ხმა, მასადამე ყველაფრის იმედი არის. დიდი მადლობა ქალბატონ რუსუდან, მინდა კითხოთ ხელისუფლების მხრიდან რამდენად არის ზეწოლა ბიზნესზე. თქვენ როგორც ყოფილ ბიზნესვუმენზე, ესე ვთქვათ, მინდა კითხოთ, თქვენი კომპანია რამდენად დამოუკიდებლად მუშაობს დღეს? სხვათა შორის ექსპერტების ნაწილი, ასევე პოლიტიკოსების საზოგადოება საუბრობდა იმის შესახებ, მას შემდეგ რაც თქვენ ბიზნესიდან პოლიტიკაში წახვედით, რომ სწორედ ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა, თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაიძულათ თქვენ რომ გეყარათ კენჭი ნაციონალური მოძრაობის სახელით. რა სიტყვით? მე ვფიქრობ, რომ დღეს ალბათ უკვე ნათელია, რომ მე ახლა იძულების არაფერი არ მეტყობა, სიამოვნებით ვასრულებ იმას, რითაც შემიძლია ჩემ ხალხს ცოტა მეტად შეუმსუბუქვა ეს გაჭირებულიყობა, რაც შეეხება. არ ვიქნები სამართლიანი, რომ ვთქვა, რომ ჩვენი ბიზნესი ძალიან კარგ მდგომარეობაში იყო, იმიტომ რომ ეს არ იქნება სხვაებთან სამართლე, რადგანაც მე ხელისუფლებაში ვარ დღეს, არ ვიქნები მართალი, რომ მე ვთქვა, რომ ძალიან კარგად არის ყველაფერი. არის ისე, როგორც დანარჩენ ბიზნესში ყველგან, როგორი მდგომარეობაც არის, ისეთივე არის ჩვენ ბიზნესში. ხელისუფლების მხრიდან არის თუ არა მართული ბიზნესი? არა, ჩვენ ბიზნესთან და მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ტყუილის თქმა არ შემიძლია. ჩვენ ბიზნესთან დაკავშირებით არანაირი მართვა ხელისუფლების მხრიდან ბიზნესში არ ყოფილა მანამდეც. და ზოგადად არის თუ არა ხელისუფლების მხრიდან მართვა? რო არ იყოს გავლენა, ეს იქნება შემთხვევაში გაკითხებით როგორც ვიცე-სპიკერი და ხელისუფლების წარმომადგენელი. არის ალბათ გარკვეული გავლენები, რადგანაც ამის საფუძველს გვაძლევს დღეს ის მოსმენილი ფაქტები, რაც ჩვენ მოვისმენთ. ეს ნიშნავს, რომ ხდება გარკვეული რამ, რაც არ არიან ადამიანები თავისუფლად არ გრძნობენ თავს. კი ბატონო, ძირითადად მოლაპარაკებებს მართავენ სხვადასხვა კერძო კომპანიების ხელმძღვანელობასთან, როგორც თავად ბიზნესმენები საუბრობენ, ბაჩო ახალაია, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი. ქალბატონ რუსუდან, თუ გაქვთ თქვენ ამის შესახებ რაიმე ინფორმაცია, ან გნებოთ თავად ბიზნესმენებს თუ მოუმართავთ თქვენთვის მსგავსი პრეტენზიით და მსგავსი ბრალდებით ხელისუფლების მისამართით? ისევე როგორც ყველა დანარჩენს, მეც რასაკვირველია, მსმენი ამის შესახებ არც ერთი მომართვა კონკრეტულად ჩემთან ამის შესახებ არ ყოფილა.
კი ბატონო. ბატონ ჯონდი, რა სიტყვით არის თუ არა დღეს მართული ჩვენი ბიზნესი, ქართული ბიზნესი და ამავდროულად მინდა გითხრათ, მე არ მახსენდება არც ერთი თქვენი კრიტიკული განცხადება სწორედ აი ამ თემასთან დაკავშირებით პარლამენტში. რატომ არ სთხოვთ თქვენ პასუხს აი ესეთ მძიმე ბრალდებებზე ხელისუფლებას? გნებავთ თქვენს ოპონენტებს. თქვენ სუდათ უსმენთ. იქნებ გამახსენოთ. ჩემს საპარლამენტო გამოსვლებს ახლა პირველ რიგში დავიწყებ არის თუ არა მართული ბიზნესი, შეუძლებელია საშუალოსთან მიახლოებული ბიზნესის არსებობა საქართველოში, თუ არ არის ასეთი კრიმინალური წმეხის ქვეშ, როგორი კრიმინალური ისტორია ჩვენ ახლა მოვისმინეთ, აი ლონდონიდან. სხვა შორის ძალიან დიდი ბოდიში მე მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ ვთხოვეთ ბატონ გიგი უგულავას, რომ ამ თემაზე გაეკეთებინა კომენტარი, მიიღო ჩვენს ეთერში მონაწილეობა, მე დავუკავშირდი მის პრესსამსახურს და არც ისურვეს, რომ პასუხი გაეცათ ჩვენთვის. როგორ მოვა, აბა მაგაზე ვლაპარაკობთ, რომ ეს არის გიგი უგულავა სხვათა შორის გამოკვეთილი კრიმინალური აზროვნების ჩინოვნიკია ხელისუფლებაში, რომელიც განსაკუთრებული როგორ გითხრათ, განსაკუთრებული არაგონივრული და თან ისე კრიმინალური მოქმედებებით არის გამორჩეული. მე მინდა გითხრათ, რომ ტელეკომპანია იმედის საკიზე, მხოლოდ ტელეკომპანია იმედის არა მარტო საპარლამენტო გამოსვლები მქონდა და ბრიფინგები, არამედ პრეზიდენტთან პირდაპირ შეხვედრის დროს ანტიკრიზისული საბჭო ისიც ორჯერ ჩატარდა სლომა, იმის მერე ხანდახან ხუმრობით ვამბობ ხოლმე, რომ ალბათ მე რადგან ვარ ამ საბჭოს წევრი, იმიტომ აღარ იწვევს პრეზიდენტი ამ საბჭოს, უკვე გადავიდა უმცირესობის ფორმატთან შეხება. ბატონ ჯონდი, მე გეკითხებით. დავასრულებთ რათია. არა, შეიძლება პირდაპირ ეთერში. ჩემს კითხვაზე. ხელისუფლების მხრიდან თუ არსებობს ზეწოლა დღეს ბიზნესზე. თქვენი განცხადება. ზეწოლა კი არ განცხადება. არსებობს, ბიზნესი არ არსებობს ხელისუფლების გარეშე. ეხლა ქალბატონი რუსუდანის აქ მობრძანება, მე კიდე ერთხელ გეტყვით, ეს არის ნათელი დემონსტრირება ამისი. ქალბატონი რუსუდანი მე აი არ ეწყობა, ეს არის მძევალი. აქ არის მძევალი. აი ხელისუფლების მძევალი, რომელიც მოვიდა, ეს არის სახე, როგორ გითხრათ, კეთილის სახე, რომელიც ბატონი რუსუდანი აქტიურად თანამშრომლობს რადიო უცნობთან, ასე რომ არა, მე მესმის, მაგრამ ამიტომაც თანამშრომლობს. და სანამ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება ისეთი ადამიანების, როგორიც არის ქალბატონი რუსუდანი, ეს ხელისუფლება ჩვენ გვეყოლება. მე როცა ვლაპარაკობ პარლამენტში არის, აი უმრავლესობაში არის ინტელექტუალური და მორალური რესურსი, რომელმაც შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, ან შეიძლება ვერ მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ თუ მიიღო გადაწყვეტილება აი ამ რესურსმა და ესე იგი, როგორ გითხრათ, თავი დაანება ხელისუფლების პირის მოწმენდას, ანუ ხელისუფლების სახედ გამოჩენას და აი ამ ქალბატონის რუსუდანის ასეთი ჩვენიერი მართლაც და ზნეობრივათა ჩვენიერი ქალბატონის ზურგს უკან, ასეთი კრიმინალებით გან რა ისტორია ჩვენ ახლა მოვიცით. არის ის ქალბატონმა რუსუდანმა, რომ მისი კრიმინალებით გან. ეხლაც ვერ იტყვის. მე ამასაც ვლაპარაკობ, იმდენად პატივს ქალბატონ რუსუდანი, ამასაც ვლაპარაკობ, ძალიან მერიდება მასთან ამის ლაპარაკი. ეხლა იზოლებული გახდება, რომ უარყოს და თავისთავად ხადე შემოვიდეს პოლემიკაში, იმიტომ რომ ქალბატონი რუსუდანი ყველა სხვა ისეთი ადამიანები, როგორც ქალბატონი რუსუდანი არიან პირდაპირ გეუბნები, ძევლები არიან ამ ხელისუფლების. მაგრამ ერთი რაიმე მინდა ასეთ განცხადებებს რატომ არ აკეთებთ პარლამენტში? კიდევ ერთხელ გეუბნებით, ასეთი შინაარსის განცხადებები. ის რასაც ახლა თქვენ ბრძანებთ, მე არ მახსენდება არც ერთი თქვენი გამოსვლა პარლამენტში ამ თემაზე. მინდა პოპულარიზაცია გავაკეთო მეორე არხის, როდესაც პარლამენტის პლენარული სხდომები მიდის. მინდა მოსახლეობას მე ვთხოვო, უსმინეთ ამ სხდომებს. თქვენ დაინახავთ, ვინ რა თითოეული დეპუტატი რას აკეთებს. ძალიან უმეტესად მოსახლეობა არ უყურეს პარლამენტის სხდომებს. ეს არის ძალიან მე უყურებ ბატონ ჯონი. ეს არის რეალიტი შოუ, ეს არის რეალიტი შოუ, აი, როგორ გითხრათ, პირდაპირ ეთერში ხედავთ თქვენი დეპუტატების, თქვენს მიერ არჩეული ადამიანების ყოფაცხოვრებას, რომელ კანონზე, რომელ სინდისზე, ვთქვათ, სინდისით იქნება თუ გამბედაობით როგორ რეაგირებენ. ბატონ ჯონი, ახლა რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ, აუცილებლად გეტყოდათ, რომ მაშინ რა შედიოდით ამ პარლამენტში, მე ამ შეკითხვას არ დაგიშვი. ამისთვის შევდიოდი, რასაც ეხლა ვლაპარაკობ. ეს ერთი. მე ამაზე მე გადავიდე ისე ვილაპარაკობ და მე მინდა ქალბატონ რუსუდანსაც უთხრა და ყველა ბიზნესმენს უთხრა. ყველა იმ როგორ გითხრათ, წესიერ სახეს უთხრა, ცნობილ თუ არაცნობილ სახეს, რომელიც დღეს ხელისუფლებაში არის. მე მესმის, ისინი არიან იზოლებული. იმიტომ რომ აი, ხედავთ რა, მანქანა აუფეთქეს, იმას რა ქვია, იარაღი თავზე დაადეს, იმას საფერფლე თავში ჩაარტყეს, თავი გაუტეხეს, დახვრიტეს, მოწამლეს, რაღაც უბედურება გააკეთა. დღეს ბიზნესის წარმოება შეუძლებელია საქართველოში თუ არა ხარ ხელისუფლებასთან დაახლოებული. ოღონდ ნაბიჯი გადადგას. ქალბატონმა რუსუდანმა კიდეს ბევრმა სხვა პარლამენტში და მთელი ერი იქნება გარანტია მათი უსაფრთხოების. რა ნაბიჯის გადადგმას თხოვთ ქალბატონ რუსუდან? ეს არის ნაბიჯი სახელმწიფოს სასარგებლო, ეს არის ნაბიჯი ამ კრიმინალური რა ნაბიჯი ბატონო? კრიმინალური ბანდის წინააღმდეგ. უნდა დატოვონ უმრავლესობა. პარლამენტში უნდა შეიქმნას. აი ამ ტოტალიტარულმა სისტემამ სწორედ პარლამენტში უნდა აიღოს ბზარი. პარლამენტში უნდა შეიქმნას დიდი ოპოზიციური ბანაკი. კარგით, გასაგებია. ბოდიშვიხტი არა ოპოზიციური, პოზიციური ბანაკი, დიდი ქართული ბანაკი. რომელიც აი ამ ტოტალიტარულ სისტემას, აი ერთ მუჭა კრიმინალებს, რომელიც ამ ხელა უმრავლესობას მართავენ,
ბოლოს და ბოლოს ჩამოაცილებს ზალობრებს. კი ბატონო, საპარლამენტო ოპოზიციას, არასაპარლამენტო ოპოზიცია ფასადურს უწოდებს ამ თემაზე ოდნავ მოგვიანებით. ქალბატონო რუსუდან, როგორც თქვენ ბრძანეთ. თემაზე მე დიდხანს შემიძლია ვილაპარაკო. კი ბატონო, თუ შეიძლება ბატონო. კადრებმა შემიძლია იმას, ვის ასე დიდხანს გააგრძელებს ლაპარაკი, უთხრა უბრალოდ გაიქცა. აბა ერთი ვინმე მოსინო დილის ბუნაში შევიდეს 120 კაცში ერთი და ის ილაპარაკოს რატო სხვა ოპოზიციის წარმომადგენლები არ არიან? ნათია სადღაც შორიდან წახვიდე და იქიდან მე ნებისმიერი სიტყვები ბატონ ჯონდი, აი როცა პირისპირ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და თვალებში უყურებ და ლაპარაკობ აი ეს არის კაცობა, ეს არის გამბედაობა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებზე მინდა კითხოთ, არ არიან ისინი ოპოზიციონერები? გადის რინგიდან, რინგზე წდება სა. ბატონ ჯონდი, თუ შეიძლება მიპასუხეთ, ბატონ ჯონდი, თუ შეიძლება მიპასუხეთ. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები არიან თუ არა კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების მისამართი? არა, მე ვერ შევაფასებ, მე ამას თქვენ გეკითხებით. არასაპარლამენტო ოპოზიცია გასაგებია ბატონ ჯონდი. მე ოპოზიციას ვისაც ქვია, იმაზე ან კარგს ვამბობ, ან არ ვლაპარაკობ. ეხლა მე თავ შევიკავებ რო ლაპარაკისაგან. კი ბატონო, თუმცა მოგიწევთ ამ საკითხზე ჩვენს ეთერში საუბარი. ქალბატონო რუსუდან, მინდა კითხოთ, თუ თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ დღეს ასე თუ ისე ბიზნესი არ არის თავისუფალი. თქვენ რატომ არ უსვამთ ასეთ მძიმე ბრალდებებზე? რატომ არ სთხოვთ პასუხს თავად პრეზიდენტ სააკაშვილს? თუ ქონიათ ამ თემაზე საუბარი, რასაც ხადებს სააკაშვილი? არის თუ არა დღეს ბიზნესი თავისუფალი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის? გისმენთ? საქართველოში ბიზნესი ბოლო 4 წელიწადში მინდა გითხრათ, მანამდე სანამდე მე წავიდოდი და იმ პერიოდში სანამ ვიმყოფებოდი ბიზნესში ბოლო 4 წელიწადი და ეს არის 2003 წლის შემდეგ შედარება არ შემიძლია გითხრათ იმასთან შედარებით, რაც იყო მანამდე. იყო ბევრად უფრო კარგ მდგომარეობაში, როდესაც მე ვიმყოფებოდი, ეს იყო 2007 წლის ნოემბრამდე. ნოემბრის შემდეგ ძალიან შეიცვალა მდგომარეობა და მე იმ პერიოდის შემდეგ ჩართული ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. რაც შეეხება პრეზიდენტის სანამდე სამართლიანობა ქვეყანაში მაპატიეთ ცოტა, სანამდე სამართლიანობა ქვეყანაში ზოგადად არ აღდგება. 91-92 წლის მოვლენები არ იქნება განხილული და ყველაფერს თავის სახელი არ დაერქმევა ქვეყანაში. სამართლიანი ურთიერთობა და დამოკიდებულება არ იქნება არაფერში. არც ბიზნესში, არც პოლიტიკაში და არც ერთ ურთიერთობაში. კი ბატონო, ქალბატონ რუსუდან, თუ შეიძლება თქვენი პასუხი იმასთან დაკავშირებით, რასაც ხადებს პრეზიდენტი სააკაშვილი, მას მოსწონს ისეთი ბიზნესი და ისეთი ბიზნესმენები, როგორც დღეს საქართველოში გვყავს. ანუ არიან თუ არა ისინი თავისუფლები? ამაზე თუ გისაუბრია თქვენ პრეზიდენტ სააკაშვილთან? მე პირადად პრეზიდენტ სააკაშვილთან ამაზე საუბარი არ რატომ არ სთხოვთ ქალბატონო რუსუდან პასუხს? მაპატიეთ ამ ძიმე ბრალდებებზე თუნდაც. ამასთან დაკავშირებით მე შევსწრები ვარ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ წარმოდგენილ ქართულ რეალობას და მის დამოკიდებულებას საქართველოს ეკონომიკასთან და ბიზნესთან მიმართებაში, როგორ ქვეყნიდან ქვეყანაში, როგორ წარადგენდა ქვეყანას, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია მოეზიდა და ეს იყო 2007 წლის ნოემბრამდე პერიოდში. ხოლო მე იცით რა არის? კიდე ერთხელ ვამბობ, მე მშენებლობის ბიზნესში შევეხოთ. ისე დღეს მშენებლობის ბიზნესი ვინ დაანგრია? სწორედ გიგო უგულავას ხელმძღვანელობით ხდება აი დარგის მთლიანად განადგურება, რათა მე ამ ნანგრევებზე შევიდეს სულ 2-3 კომპანია, რომელიც მოახდენს ამ დარგის მონოპოლიზებას. კი ბატონო. ეს გიგო უგულავა შეგნებულად მისი კლანი ანგრევს ამ ბიზნესს. ერთი მარტივი, ძალიან მარტივად ხდება სხვათა შორის ბიზნეს დანგრევა. ერთის მხრივ ბანკებმა შეაჩერეს დაკრედიტება დეველოპერების, რომლებიც მთლიანად იყვნენ დამოკიდებული ბანკების კრედიტებზე იმისთვის, რომ მშენებლობა გაეგრძელებიათ, მეორე მხრივ განმარტებები შეაჩერეს. ანუ ორ მხრივ ტისკის აი დარტყმის ქვეშ მოაქციეს. ერთი რომ მშენებლობას ვერ აგრძელებს და ნდობა დააკარგეს, მეორე მხრივ ყიდველი ბაზარიც საერთოდ გასაგებია. ქალბატონო, თუ შეიძლება გასაგებია. მოვისმინოთ ქალბატონი რუსუდანის მოსაზრება თქვენს ამ სერიოზულ ბრალდებებზე. გისმენთ? ბატონ ჯონდის ხელისუფლებას დებს ბრალს. ქალბატონი რუსუდანი ვერ ილაპარაკებს ამ. ქალბატონი რუსუდანი ხელისუფლება კი არ არის. ქალბატონი რუსუდანი არის ნიღაბი ხელისუფლების, კარგი ცუდი გაგებით არა. ანუ ესე იგი, ცდილობენ რომ ქალბატონ რუსუდანს ამოეფარო. აბა ეხლა ჩემთან საკამათო თავრობას დემოს, რატო გამოუშვეს ქალბატონ რუსუდანი ერთი მინდა მითხრას. ვინმე შეიძლება ქალბატონი რუსუდანი არის ვიცე-სპიკერი, საკმაოდ რომელსაც არაფერს არ ეკითხებიან. სერიოზული. გარდა იმისა, რომ ცდილობენ მის ავტორიტეტის უკან დაარბილონ საზოგადოების ასევე არის წარმატებული ყოფილი ბიზნესმენი ბატონ ჯონდი თუ შეიძლება ესეთი და მე ეს არის პრობლემა, ეს არის ტრაგედია ჩვენი ქვეყნის, რომ სწორედ აი ესეთ ადამიანებს არიან ხელისუფლებაში ამოფარდა რეალური სახე ესა რაც შეიძლება ამბავიც ეხება მე მაპატიეთ შეიძლება ისე გაცხარებული ლაპარაკ მაგრამ მე ახშობა უბრალოდ გასაგებია ბატონ ჯონდი დიდი მადლობა გისმენთ ქალბატონ რუსუდან მე არ შემიძლია ძალიან იცით რაში არის საქმე იმაშია რომ მე ბატონ ჯონდის ძალიან ხშირად ძალიან ბევრ
საკითხში ვეთანხმები. არაფრით არ რაში შემიძლია ეთანხმები? კონკრეტულად ბატონმა ჯონდიმ მშენებლობასთან დაკავშირებით ბანკების დამოკიდებულებაზე პირველმა აღიმაღლა ხმა პარლამენტში და ეს იყო ძალიან ამიტომ ბატონო ჯონდი მე ვფიქრობ რატო არ აიმაღლეთ გეტყვით ხმა? იმიტომ რომ ისეთი იმიტომ, ინფორმაციის რომ წვდომა ბატონ არა, ჯონდი, თუ მაპატივეთ, შეიძლება. ისეთი ინფორმაციის წვდომა რაც ბატონ ჯონდის იმ წუთში ქონდა და ფლობდა ინფორმაციას ბანკების შესახებ მე პირადად არ მქონია მე კიდე ერთხელ მინდა დღეს ხაზი გაუსვა იმას და თქვენი ეთერის საშუალებით თქვა თუ კი ეს გეგმაზომიერად ხორციელდება ეს საქართველოს ზოგადად კარგს არ უხადის არც ბიზნესს და არც დანარჩენ გარემოს ამიტომ ასეთი გამოსვლების და დღევანდელი რაც თქვენ ბრძანეთ აი ამისი როგორ თქვა შერბილება არაფრით არ შეიძლება ეს უნდა იყოს ყველაფერი იმიტომ რომ ბოლომდე მიყვანილი და თუ კი ვამბობთ რომ ესე ხდება რომ სპეციალურად ხდება ბიზნესმენების ასეთ მდგომარეობაში ჩაყენება უნდა ხმა აიმაღლოს იმ საზოგადოებამ რომელიც დღეს ამ არას უცხოეთიდან ძალიან ადვილია უცხოეთიდან. აი აქ კონკრეტულად დღეს გაქვთ თქვენ ეთერში საშუალება, არის რადიოში ამის საშუალება, რომ აღიმაღლონ ხმა თუ კი არის ესეთი ფაქტები. ხაბატონ რუსუდან თქვენ ხომ უსმენთ რომ არსებობს ესეთი ფაქტები. იგივე კიდევ ერთხელ მინდა სტუდია რეპორტიორის მიერ გადაღებული ფილმი, რომელიც კიბერხალხის ბიზნეს ტერორს ეძღვნებოდა ხელისუფლების მხრიდან. იგივე თუნდაც დღეს რას მოვისმინეთ. ეს ამ ბრალდებების საქმის კურსში თქვენ ხო ბრძანდებით. რატომ არ ეკითხებით პრეზიდენტს როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი და რატომ არ სწხოვთ კონკრეტულად პასუხს აი ასეთ მძიმე ბრალდებებზე. თუ შეიძლება აი ამაზე ვისაუბროთ. თქვენ ხომ სწორედ იმიტომ შებრძანდით პარლამენტში რომ აი ესეთ საკითხებზე გესაუბროთ თუნდაც პრეზიდენტ სააკაშვილთან და ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან. ის საკითხები რომელიც დღეს არის თქვენს მიერ წარმოდგენილი პრაქტიკულად არ არის სუფთა ბიზნესის სფერო, არამედ ეს არის პოლიტიკური საკითხები, რომელიც ძალიან გადაჯაჭვულია და ძალიან ღრმა სამართლებრივ გამოკლებას მოითხოვს. ეს არ არის ის თავისუფალი მართლა ბიზნესი, რომელიც თავისუფალი არის პოლიტიკისაგან და რომელსაც აქვს ნამდვილად სხვა პრობლემები, რომელზედაც საუბარი რასაკვირველია ჩვენი მოვალეობა არის. ამიტომ ისიც რატო არის კიბერხალვაში ახლა ამ მდგომარეობაში? იმიტომ რომ სანამ პირადად მას არ შეეხო, ხმა არ მოუღია, თითი არ გაუძლევია იმისათვის რომ ის რაც ხდებოდა მომხდარიყო. მე ხო გაცხოვთ რუსთავიორის გადმოფონება როგორ მე კიბერხალვაში წინააღმდეგ ეხლა არ მინდა, იმიტომ რომ კიბარი ეხლა არის დაჩაგრული ადამიანი. და ყოველთვის კაცი ვალდებული ხარ, თუ კაცი ხარ, დაჩაგრული ადამიანის ხარ და ზოგადად უსამართლობა დამჩაგროს ყოველთვის უნდა ებრძოლო. კაცი და ვაჟკაცი ამას ქვია. და უნდა ებრძოლო არა ამით, რომ სახში ჩაიგებს ხელვაკრულა, აგზავნო მესიჯები ბეჭდო და რაღაც. არამედ რეალური მოქმედებით და უნდა ცდილობდე რომ რეალურად შეაჩერო ძალადობა და უსამართლობა, რასაც ახლა ქვეყანაში ადგილი აქვს. მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერ თუ არა და მოდი ჩავატაროთ გნებავთ შემდეგ გადაცემაში ინტერაქტივი. დადგება თუ არა ერი, ქალბატონი რუსუდანის, ფრიდონ თოდუას და უამრავი სხვა მართლა მე გეუბნებით. პასუხს ვაგებ ამ სიტყვით, მართლა წესიერი ადამიანების ოჯახის დასაცავად, მათი ქონების, მათი ბიზნესის დასაცავად, თუ კი ისინი რეალურ ნაბიჯებს დადგამენ. თქვენ ნახავთ, რომ 90% პირდაპირ გეტყვით, რომ ისინი ხელისუფლებას პასუხს მოთხოვენ ერთი ბეწვით, მაგრამ დავარდეს რომელიმე მათგანს. ამიტომ გეუბნებით მე მესმის ძალიან სახიფათოა აი ესეთ კრიმინალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, მაგრამ ამათაც იმიტომ გაზდის, რომ უბრალოდ ჩვენ ვაკეთებთ, რომ გაუვიდეს. ეხლა ირაკლი ლუხაძე არ ვამტყურებ. მან ნახე ბოლო ადრე წავიდა რა, გაერიდა. მაგრამ ბოლო ვიღაცა ხო უნდა დაეჯახოს აი ამ ტალხას. ეხლა თქვენ მელაპარაკებოდ რომ პარლამენტში ჯობია პარლამენტში არ ვიყო მე შემიძლია იცის არა მე არ გეუნებით ამას ბატონ ჯონდი არა საპარლამენტო ოპოზიცია არის ასეთი ვიღაცამ ხო უნდა იმოქმედოს ის რასაც მე ვამბობ ვიღაცამ ხო უნდა თქვას ის რა საბობთ ბატონ ჯონდი და რა შედეგები გამოიღო თქვენმა ამ საუბარმა პარლამენტში არა შედეგები ჯერ ერთი ბევრი გამოიღო იმიტომ რომ ხალხს ესმის შენ როცა იბრძვი თუნდაც ონკოლოგიურ ავადმყოფებზე გამოიღო იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენ იცით ბოდიში ვიხდი ხა ესეთი არასწორი რა ერთ თუ შეიძლება ბატონო მე უბრალოდ მერიდევ მე ხო არ დავიწყე მე ეს როცა სხვას უყურებ აპატის მე ყოველთვის რაღაც მეჩვენება რომ რაღაც ღირსებას კარგავს ადამიანი როცა თავის გაკეთებულებზე ლაპარაკობს თქვენ უნდა დაინახოთ მე წუხარ რომ ვერ ხედავთ მაგრამ სადღაც ფიქრობ რომ კარგად არადევნე თქვა კიდე ერთხელ მინდა თქვა უნდა მოვახდინო მეორე არხის პოპულარიზაცია უბრალოდ ხელის გულზე ოპოზიცია მაჩუკა მეორე არხი მიხელ სააკაშვილმა აჩუკა მეორე არხი ოპოზიციას და იქემ მეორე არხს ვამბობ იმიტომ რომ პარლამენტის პირდაპირ ეთერში მიდის აი ჩვენ როცა ლაპარაკობთ მუდმივად რომ ერთ არხები არ არის პრესა თავისუფალია კაცო მაესტრო და კავკასია რომელიც ხოლმე თბილისზე ვრცელდება ხო ისე სადღაც ეს არის მეორე ხომ თელ საქართველოს ფარას პირდაპირ ეთერი რასაც ვერ დაგიმონტაჟებენ შეიძლება პოლიტიკოსმა ესეთი იარაღი ესეთი ბერკეტი დაკარგო ხელიდან გაუშვა და მე მინდა გითხრათ რომ მართლაც რადგან ძალიან ესე პედალირება ხდება რა მართლაც ძალიან ბევრი მაგრამ მე აი მაგალითად 130,000 კაცი პლუს კიდევ იმიტომ რომ
მე ჩემს კოლეგებთან ერთად სხვათა შორის მინდა გითხრათ ქალბატონი რუსუდანის ფრიდონ თოდუაც მეხმარებოდა ესე იგი ამ საკითხის გასაგებია ბატონ ჯონდი. არა ბატონ ჯონდი ეს არის სხვა თემა. 130,000 ადამიანი მიიღეს უფასო სამედიცინო პლუს 770,000 იყო პროგრამაში სიღრმის ზღვარს მიღმა, ცოტა 130 ადამიანი კი არა. 130,000 ადამიანი საქართველოში ჩვენი შრომის გამო, იმის გამო რომ მე ამ პროგრამას ვლობირებდი, კიდე მიიღებს ნებისმიერი სახის ოპერაციას თუ დაშირდება და კურნალობა სრულ კურს ჩაითარებს უფასოს. ცოტაა? არა, ძალიან კარგია. ონკოლოგიური ბავშვები რომ ესე იგი ბავშვებს რომ არ შეუწყდა დაფინანსება, ცოტაა ონკოლოგიის დაავადება. კი ბატონო. ანუ ონკოლოგიური პროგრამების დაფინანსება რო არ შეწყდა, ცოტაა? კი ბატონო. მე მიმაჩნია რომ დღევანდელ ვითარებაში სხვაში წვეთია, მაგრამ ერთი დეპუტატის რაღაცა არის. მინდა გითხრათ და მე კიდე რა არის იცი? როცა ვიღაცა რომელსაც არ ეთქმის სიტყვა და სახში ზიდა გულზეც ყდება და ხედავს რომ ვიღაცა ერთი კაცი გამოვიდა და თქვა და სიმართლე თქვა. სიმართლის ეშინია ცი? იმ ნათქვამის ყოველთვის აქვს. გასაგებია ბატონ ჯონდი ამ თემაზე ოდნავ მოგვიანებით ქალბატონ რუსუდამო როგორც ბატონმა ჯონდი ბრძანა თქვენ ბრძანდებით კრიმინალური ხელისუფლების წევრი. არის დღევანდელი ხელისუფლება კრიმინალური? ძალიან მოკლედ გითხავთ. მე რო ამისი მე მაშინ აქ არ ვიქნებოდი, ეხლა ამ ადგილას არ ვიждდებოდი, რომ მე ამასთან დაკავშირებით რაიმე ფორმის, მაგრამ თუ კი რაიმე არსებობს თვითონ ქვეყანაში კრიმინალური, ყველაფერი ხელისუფლება უნდა აიყოს პასუხისმგებლობა და დაიბრალოს თავზე. თავისთავად ცხადია, ქვეყნის ხელისუფლება პასუხისმგებელია ყველა სიტუაციაზე, რაც ქვეყანაში ხდება. ამიტომ როგორ შეიძლება გაემიჯნო ამას? მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს ისევე როგორც ყველა ქართველს რა პოზიციაზეც არ უნდა იდგეს რომ ჩემი ქვეყანა ისეთი იყოს როგორზედაც ვოცნებობ და დღეს ვუსმენდი ბარაკ ობამას დეიდა არალეგალი არის ამერიკაში რომლის სასწრაფოდ გასახრი იმიტომ რომ კანონიერების აღდგენას ითხოვენ ამერიკელები ძალიან მნიშვნელოვანია როგორ გადაწყდება ეს საკითხი იქაც ამიტომ თავისთავად ცხადია როდესაც ხალხს ესეთი საკითხები აქვს გადასაწყვეტი და ქვეყნებს ყველაზე მეტად მინდა რომ არ იყოს ჩემი ქვეყანა ოდნავ მაინც კრიმინალური ან იმ მიმართულების რასაც ამდენი ხანია არ გვინდა მაფიოზური და არ გვინდა კრიმინალური გვინდა ისეთი საქართველო რაზედაც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ და რაზედაც ჩვენი საზოგადოება ოცნებობს კი ბატონო დღეს შევცვალოთ ხელისუფლება რატომ არის ბატონო შეგვიძლია საპარლამენტო გადატრიალება მოვახდინოთ გასაგებია ქალბატონი რუსუდანი ბრძანებს რომ არ არისო ეს ხელისუფლება კრიმინალურია მაშინ იქნებ თქვენ დაუსაბუთოთ არა ბატონო რუსუდანი კი არა ბიჭები არიან ასე გლიჯავენ კლდეს და ისინი ვერ ბედავენ კი ბატონო მე გთხოვ დასაბუთებას არა მე გთხოვ თქვენ დასაბუთებად დაუსაბუთოთ ქალბატონ რუსუდანს რატომ არის დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება კრიმინალური ცოტა არ არის საკმარისი რაც მოვისმინეთ არ არის ქალბატონ რუსუდან საკმარისი რაც მოვისმინეთ გეგამ გელობლიში პრემიერ-მინისტრი მე იცი რა გეგამ გელობლიშის პატივცემ და ოჯახი ყავს ისე როცა ლაპარაკი მიდის გალახეს კაცი ჩვილი ყავს ოლი ყავს მამა ყავს და მიმაჩნია რომ ძალიან შეუგრა რომც იყოს ეს მართალი მაგრამ როცა ასეთი ჭორი დადის ეხლა ჭორი ხო არ დადის კორუფციაზე გავიგე ყველგან არის რაღაც ხდება ცუდია ზამა ჭორი რო დადის რომ პრეზიდენტ და პრემიერ-მინისტრი გალახა ხედავთ ესე იგი რა როგორ ამიტომ არის ჩვენი ქვეყანა კრიმინალური ხელისუფლება არა ამიტომ კი არ არის მე გეუბნები საზოგადოებას როგორი არის ხელისუფლების აღქმა საზოგადოება რას იჯერებს ხელისუფლებაზე მე არ მომბეს მოხდა თუ არ მოხდა რომც მოხდარიყო მე ამაზე არ ვილაპარაკე იმიტომ რომ ერთი კაც პიარად არღის ერთი კაცის ოჯახის და ერთი კაცის ღირსების შელახო კი ბატონო გასაგებია ბატონ ჯონდი თქვენ მოითხოვთ რომ საპარლამენტო ოპოზიციას მიმართეთ დღეს თხოვნით რომ ხარი არ დაუჭიროს მთავრობის ახალ შემადგენლობას კრიმინალური ფაქტები ჩამოგითვალოთ კიდე ხელისუფლება მე მოგეცით დრო რომ თქვენ ჩამოგეთვალათ ეს ფაქტები ქალბატონ რუსუდანი ღია კარისტრევა ჩვენ არა ღია კარისტრევა არ არის ბატონ ჯონდი ჩვენ თქვენ მართავს კრიმინალური ჯგუფი ანკლავი არიან ადამიანები რომელიც საერთოდ არ არიან ჩინოვნიკები მაგრამ ქვეყნის მართლობაში იღება მონაწილეობას რომლებიც მიხვდნენ რომ წინ რაღაც ფასადი ჭირდება და ესეთი გოლური სახე რო არ გამოაჩინონ და ყავთ ქალბატონ რუსუდანიცა ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი ფასადად კი ბატონო ქალბატონ რუსუდან რამდენჯერმე ბრძანა ერთი წუთი თუ შეიძლება ბატონო რამდენჯერმე ბრძანა ბატონმა ჯონდი რომ თქვენ ხართ ხელისუფლების ფასადი თუ შეიძლება ხარ ამ სიტყვის საუკეთეს მე ხარ გასაგებია ბატონ ჯონდი გასაგებია ეხლა ამ ეთერში ქალბატონ არა იმიტომ კი არა ქალია როცა პოლიტიკოსია პოლემიკა ქალი კაცი კუში მაგრამ ეს არის წესიერი ადამიანი მართლა წესიერი ადამიანი რომელსაც გასაგებია ბატონ ჯონდი მივცეთ ქალბატონ რუსუდან მე ვერ ვისარგებლებ იმით რომ მივცეთ ქალბატონ რუსუდან საშუალება ხარ თუ არა ქალბატონ რუსუდან ხელისუფლების ფასადი გისმენთ ეხლა ძალიან ისეთი არის იცით რა მე ძალიან რთული არის ეხლა პრაქტიკულად ამ წუთში ვიმყოფები ძალადობის ქვეშ იმიტომ რომ ესე არ არის ნამდვილად და ესე იმის აღიარება სწორედ ამიტომ მოგეცით ძალიან მე ერთი მინდა ვთქვა
მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ძალიან განვიცდი ბატონო, რომ თუ შეიძლება. დღეს ვისმენ ისეთ განცხადებებს რომელიც არ შეიძლება დღეს სასამართლოს წინ ჩვენგან იყოს შეფასებული როგორც სასამართლოზე ზეწოლა ამ შემთხვევაში ლაპარაკი მაქვს ბატონი ირაკლი რუხაძის მიერ წარმოქმნილ ფაქტებზე მაგრამ მიუხედავად ამისა უდიდესი პატივისცემით და განსაკუთრებული მოწიწებით ვარ ბატონი ბადრის ოჯახის ქალბატონების ყველა ქალბატონის მიმართ და თუ მათ აქვთ რეალურად ისეთი მდგომარეობა აუცილებლად უნდა მოგვმართონ და გვითხრან რომ რა შეიძლება რომ გავაკეთოთ იმისთვის რომ აღდგეს სამართლიანობა ქალბატონებთან თქვენ არიცით რა შეიძლება გააკეთოთ არა, ამ სასამართლოს ადამიანებს წაართვეს ტელეკომპანია იმედი და ასევე სხვა ბევრი ბიზნესი რომელსაც მართავდა ბადრი პატარკაციშვილი მისი გარდაცვალების შემდეგ ყველა ეს ბიზნესი ჩამოერთვა მის ოჯახს თქვენ ხო ბრძანდებით ამის შესახებ საქმის რასაკვირველია რასი გჭირდებათ რომ თქვა სიტყვაზე ინა გუდავაძე ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე მოვიდეს თქვენთან და გთხოვოთ ეს რასი გჭირდებათ თქვენ ხო ბრძანდებით საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით თქვენ რატომ არცემს იცით რა ეს ის შემთხვევა არის როდესაც სამართლებრივი დავა მიმდინარეობს მხარეებს შორის თქვენ როგორ აი ეხლა ამჟამად მიმდინარეობს სამართლებრივი დავა მხარეებს შორის მაშინ აპრიორი უნდა უარყოთ სასამართლოს არსებობა თავისთავად თუ რამდენად სამართლიანია დღეს ქალბატონ რუსუდან აი ეს უკვე მეორე საკითხია რომელიც არის ნამდვილად ის რომ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი სასამართლო და ნაბიჯსაჯულთა ინსტიტუტი ისეთი იყოს რომ აქ სადაოც კი არაფერი იყოს სწორედ თავისთავად ზეწოლა არ შეიძლება სასამართლოზე ჩვენი მხრიდან ეს არანაირად არ იქნება სწორედ თუ კი საერთოდ ვაღიარებთ ზეწოლა არ გახსენდებათ თქვენ ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე ქალბატონ რუსუდან ძალიან ბევრჯერ და მე მიმაჩნია რომ სწორედ იმიტომ არის რომ ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ნაბიჯსაჯულთა ინსტიტუტის რაც შეიძლება მალე შემოღება და რაც შეიძლება მალე სასამართლო რეფორმის დამთავრება რომ ეს ყველაზე დიდი დამოკლეს მახვილი არ ეკიდოს ქვეყნის თავზე რომელსაც პირველი არის მანამდე არ გვექნება ჩვენ სამართლიანობის სწორედ იქიდან დავიწყოთ 91 წლის მოლოდინებიდან სამართლიანობა თუ არ აღდგა ჩვენთან და სამართალმა მართლა ვისი ბრალია ქალბატონ რუსუდან სამართლიანობა არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში ჩვენ უნდა დროზე პირველ რიგში რასაკვირველია ყველაფერი კიდევ ერთხელ ვამბობ რაც ხდება ქვეყანაში ცუდიც და კარგიც არის ხელისუფლების ბრალი. თუმცა არასაპარლამენტო ოპოზიცია საუბრობს რომ ის რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის სამართლიანობა ამას შეგნებულად აკეთებს ხელისუფლება და მისი გუნდი. არის ესე ქალბატონ რუსუდან? არ არასაკვირველია. არ არის. კი ბატონო ხელისუფლებას ისევე უნდა ამ ქვეყანაში ცხოვრება და ამ ქვეყნის აშენება როგორც ოპოზიციას აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არის ამ ქვეყანაში ყოველ შემთხვევაში მე ვისაც ისინი ამ ქვეყანაში აპირებენ ცხოვრებას და აი აქ აპირებენ განაგრძონ თავიანთი მოღვაწეობა. კი ბატონო, თუმცა აქვე მინდა მაგალითისათვის მოგიყვანეთ გნებობთ იგივე 7 ნოემბერი, ასევე როდესაც ჟურნალისტებს, უბრალო მოქალაქეებს, დუბინკებს ურტყავდნენ პირდაპირ მნიშვნელობით ქალბატონ რუსუდან და ასევე გაზის გუდავდნენ ჩვეულებრივად მინდა გითხრათ ამის შესახებ ალბათ თქვენ ბრძანდებით საქმის ყურში და იცით ყველაფერი ასევე თაბუკაშვილის მცხოვრებლები რომლებიც მე პირადად ვაშუქებდი ამ თემას და მე პირადად ჩემი თვალით მაქვს ნანახი როგორ ყრიდენ თავიანთი ბინებიდან უბრალო მოქალაქეებს თავიანთი სახლებიდან როგორ ყრიდენ ამ ადამიანებს და როგორ ცვიოდა მათი ნივთები სხვადასხვა სართულებიდან აი ამ ყველაფრის შემდეგ ხელისუფლება სურს რომ იყოს სამართლიანი თავისთავად ცხადია რომ ის რაც მოხდა და გრევას მე როგორ შემიძლია გრევას უპასუხო მე მართლა მშენებელი ვარ ეს არის ჩემთვის ნუ ყველანაირად მიუღებელი გრევა მაგრამ რა მინდა გითხრათ სწორედ იმიტომ რომ მას შემდეგ თავიდან მოხდა არჩევნები და ეს არჩევნები მოხდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო დონეზე ეს იყო სწორედ იმ ყველაფერზე უარის თქმა რასაც ძალადობის და არამედ ეს იყო არჩევნები რომლის შედეგადაც მოვიდა ახალი ხელისუფლება იმისთვის რომ იყოს ის შეცდომები გათვალისწინებული რაც ითვალისწინებს არჩევნების მერე ხელისუფლება. იცით რა მაქსიმ მე ესე ვფიქრობ და ნამდვილად მე მგონი არ ვწდები ამაში რომ კიდევ ერთხელ ვამბობ დღეს რომ თქვენ ეთერში ვარ ეს იმას ნიშნავს რომ ითვალისწინებს ამას ხელისუფლება და ხდება ამ ყველაფრის გათვალისწინება. თუმცა მე იმედი მაქვს რომ ბევრად ძალიან ცოტაა ოღონ გაკეთებული ჯერ. აი ძალიან ცოტაა და გასაკეთებელი ბევრად უფრო მეტია. განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ რომელიც აი ამ ყველაფრის ამ არეულობის შედეგად ძალიან დაზარალებულები არიან. აი ყველაზე მეტად ის უმწეო ხალხი რომელიც ამ ყველაფრის შემყურე მოდი დავარქვათ ყველაფერს ძალიან ბევრი შოუ შემყური არის რაღაცა სრულიად გაუბედურებული და მათ აი რა შოუ შემყურე რომელი შოუ ჩვენი ყველა ჩვენგანის რომელიც წარმოვადგენ ჩვენ თავს სხვადასხვანაირად სხვადასხვა სიტუაციებში და ამ დროს არის ხალხი რეალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში ეკონომიური ეს მინდა გითხრათ რომ სიღატაკე არ არის ეს ნამდვილად არ არის ხელისუფლების ბრალი ეს არის გარემო პირობების ეკონომიური კრიზისის და ყველა იმდენარი პროცესების და სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი 1 მილიონი ქვეყნის მეოთხედი ადამიანი ცოტა კატასტროფა არის
მიღმა ანუ უფსკულში. მეორე 100.000 ზუსტად. დიახ. 770 იყო და 130 ჩვენი ლობირებით იქნა დამატებული. 130 დაემატა და ერთი ამდენი კიდე აპროტესტებს რომ ვერ მოხვდა. რომელიც არის. რომელსაც უნდა და მოხვედრა უბრალოდ კრიტერიუმი. ხალბატონ რუსუდანი ბრძანებს რომ ეს არ არის ხელისუფლების ბრალიო. არა ეს. აბა არა, ჩემი ბრალია და თქვენი. ვისი ბრალია ბატონ ჯონდი? ჩემი ბრალი ნამდვილად არ არის. რომელმაც ეს ქვეყანა დაშალა და ეხლა ფორმალიზება ხდება ამ დაშლის. პირდაპირ გაგივით დაშალა უბრალოდ დაკარგა კიდევ ახალი ტერიტორიები და სამართლებრივი საფუძვლები მისცა უფრო მყარი რუსეთს რო ეღიარებია ასე იგი ჩვენი ტერიტორიული დაშლა და ეს არის ხელისუფლება რომელიც გამდიდრდა ქვეყნის და ხალხის გაღატაკების პირდაპირ პროპორციულად. ხალბატონი რუსუდანის გამდიდრდა? ხალბატონი რუსუდანი სხვისი ძარცვით კი არ გამდიდრდა თავისი შრომით და თავის გონებით გამდიდრდა. ხალბატონი რუსუდანის ხარჯზე დიდდებიან ისეთი კრიმინალური კლანები ხელისუფლებაში, როგორზეც ჩვენ ახლა მოვისმინეთ უბრალოდ ლაპარაკი. კი ბატონო, ამას რომ მოისმენ, უბრალოდ აი როგორ გითხრათ, ისი ყველა კაცს მინდა მიმართო, ხო ყველას ღირსებას ეხება რა. ეხლა კაცია შრომობს, რაღაცას აკეთებს, მიწას ხვირით ხრის და ბიზნეს ქმნის, რაღაცას ქმნის, ოჯახს არჩევს და მანქანას უფეთქებ, იბარებ, ჩაგრავ რაღაცა და თან ისი რამე რომ ასეთი დიდი მარიფათი და ვაჟკაცი იყო, იმიტომ რომ ძალაუფლება გაქვს ჩაგდებული. კი ბატონო, გასაგებია. ბატონ ჯონდი, თქვენ სთხოვეთ საპარლამენტო ოპოზიციას, რომ არ მიიღონ კეჭისყრეში მონაწილეობა და მხარი არ დაუჭირონ მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებას. ბატონ ჯონდი, მე აღარ დაგისვევთ შეკითხვას, იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ დაუჭერთ მხარს ამ მინისტრთა კაბინეტს, რა შეიძლება შეიცვალოს, მოგეხსენებათ ალბათ, რომ უპრობლემოდ დაუჭერს მხარს უმრავლესობა და დაამტკიცებენ მინისტრთა კაბინეტს. მე მოუწოდე რომ არ დაუჭიროთ, ერთი არ დაუჭერს საპარლამენტო უმცირესობა მაინც მხარს. მე ვთქვი რომ მოდი დავტოვოთ დარბაზში მარტო ნაცმოძრაობასთან და თვითონვე ხო მაინც თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას. უბრალოდ არ ეხლა თუ კი თქვა ჩვენ მივიღებთ ამ კენჭისყრაში მონაწილეობას, გახსოვთ პრეზიდენტი ლაპარაკობდა, მთავრობას არ შემოვიტან, თუ კი ოპოზიციასთან არ შევათანხმებ. პრეზიდენტი ლაპარაკობდა, კონსტიტუციას არ შევცვლით, თუ კი ოპოზიციას თქვა. საპარლამენტო ოპოზიცია ბატონ ჯონდი საკმაოდ სერიოზულად თანამშრომლობს ხელისუფლებასთან ღიად. თქვენ არ თანამშრომლობთ და არაპირებ თანამშრომლობას ხელისუფლებასთან თანამშრომლობა არის, როცა პარლამენტში ზიხარ, როცა დებატებში არის თანამშრომლობა. დებატის თანამშრომლობა პარლამენტში ხარ თუ არა ხარ, ეს არის თანამშრომლობის და სხვადასხვა ფორმები. თქვენ გულისხმობთ ალბათ აი სიტყვას, რომელიც ჩვენ სლენგი შეკრულია ხელისუფლებას. არ გულისხმობ, არ გულისხმობ. ალბათ მე რაც შეიძლება ვითანამშრომლობ. მე აგიხსნით, რასაც გულისხმობ ბატონ ჯონდი. მე აგიხსნით, რასაც გულისხმობ. ჩვენ იგივე შეგვიძლია გიორგი თარგამაძე, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, ასევე გია ცაგარეშვილი, გია თორთლაძე, შეგვიძლია ვნახოთ სხვადასხვა პრეზიდენტის შეხვედრებზე. ასევე საუბრობენ ისინი, რომ ხშირად იგივე ბატონ გია თორთლაძე მინდა გამოყვა, ასევე მინდა გამოყვა ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, რომელიც ხშირად რიგ საკითხებში ხედავს ხელისუფლების წარმატებებს, აფასებს მას. თუ გსმენიათ თქვენ ამის შესახებ? და მე თუ ეს არის შეცდომა. რატომ არის შეცდომა? შეცდომა ამით ხდება სწორედ. ამას გულისხმობ, როდესაც საუბრო პრეზიდენტ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე. ეს იმას გულისხმობ, რაც მე ვთქვი შეკრულია. ამას გულისხმობ, ესე იგი, თუ კი შენ ხელისუფლებას ამყარებ, შეკრულია, მაშინ გკითხავთ ბატონ ჯონდი, როგორც თქვენ ბრძა. არა, მე არ მინდოდა. თანამშრომლობა იკითხოთ, რა მე თანამშრომლობას ვეძახი, მე უარი არ მithქოს თანამშრომლობაზე. არც ის ვაპირებ თანამშრომლობას. ბატონ ჯონდი, რასაც გულისხმობ თანამშრომლობაში. იურიდიულ კომიტეტის წევრებთან ერთად ქრისტიან დემოკრატები გია თორთლაძე, გია ცაგარეშვილი აქტიურად თანამშრომლობენ. რას ნიშნავს იცით ეს სიტყვა? თუ გნებავთ განგიმარტავთ. იგივე ბატონი გია თორთლაძე ხშირად კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ ხელისუფლების წარმატებებზე ამ ბოლო ხანებში განსაკუთრებით საუბრობს. ეს თქვენ არ მოგისმენიათ? კი ბატონო, არა, ის არ მალავს, არა, ეს არ არის შემჩნევა. ეს იგი არ მალავს ბოლო ხანებში გნებავთ იგივე ალბათ თქვენც მოისმენთ ტელეკომპანია კავკასიის ეთერში გია თორთლაძისა და ეკა ბესელიას ისეთ საკმაოდ ცხარედებაც. გია თორთლაძე ღიად საუბრობდა პრეზიდენტის და მისი გუნდის წარმატებებზე და საუბრობდა ასევე რასაკვირველია მის შეცდომებზეც, მაგრამ ძირითადად იგი იყო ამ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, როგორც ხელისუფლების თავის შეცდომებზე ამ ბოლო დროს. აი ლენინმა თქვა კრიტიკა და თვითკრიტიკა, როცა ნახა რომ აუცილებელი იყო რაღაც ანტურაჟის შექმნა. ბატონ ჯონდი, თუ შეიძლება მიპასუხეთ, რადგან თქვენ ბრძანეთ და თქვენ გსურთ რომ ამ შეკითხვაზე მიპასუხოთ. შეკრულია თუ არა გიორგი თარგამაძის პარტია ქრისტიან დემოკრატები, გია თორთლაძე ხელისუფლებასთან. შეკრულია სიტყვა ბრძანეთ თქვენ. ანუ ამას გულისხმობთ მეთქი მე ის კითხვა. ბატონ ჯონდი, აგიხსენით, რასაც გულისხმობთ. არ ცემთ ამ ჩემს მიერ დასმულ შეკითხვას. არ მინდა რომ უბრალოდ იცით რა, ძალიან მე ყოველთვის ღიად ვამბობ ხოლმე. აი მაშინ მიპასუხეთ, არის თუ არა ქრისტიან დემოკრატების არასკენ იქნება სხდომა, სადაც მე და საქმეს ჰაერივი ჭირდება ის რომ ქრისტიან დემოკრატებმა და თორთლაძის ჯგუფმა დატოვოს პარლამენტის დარბაზი.
ბოიკოტი გამოუცხადოთ კენჭისყრას. ეხლა მე თუ დავიწყებ ამათ კრიტიკას, სხვააც ხარდია, პოლიტიკოსი ვლაპარაკო. მოლაპარაკების დროს ისინი მე მეთქვია რომ შენ მე რაზე გელაპარაკო, იჯექი რადიო უცნობში და გვირთხამდი. ამიტომ მაცადეთ რა, თქვენ გააკეთეთ ეგ შეფასებები. არა, მე არა მაქვს უფლება ბატონ ჯონდი რომ შეფასებები გავაკეთო, არის თუ არა შეკრული ბრწყალები, როგორც გვგზავნეთ გია თორთლაძე და ქრისტიან დემოკრატია. ცოტა კიდე მოიყევა ხელისუფლება. შეიძლება რადიკალიზმში ბევრს აჯობოს აი ამ ადამიანებს, რომელსაც ხმის ამოღება არ უნდა პრეზიდენტის და ხელისუფლების წინააღმდეგ. ახლა მომავალში მხარი უნდა დაუჭიროს პარლამენტმა ახალ მთავრობის შემადგენლობას და ახალ პრემიერ-მინისტრს. რა სიტყვით თქვენი კომენტარი თუ შეიძლება ახალ პრემიერ-მინისტრზე, სხვათა შორის ჩვენს ეთერში გუშინ სწორედ გია ცაგარეშვილი საუბრობდა რომ 45 ჯერ შეიცვალა 5 წლის განმავლობაში მინისტრებიო და მეხუთე პრემიერ-მინისტრი ყავს ჩვენს ქვეყანას. რა სიტყვით ხომ არ მიუთითებს ეს ამაზე არასაპარლამენტო ოპოზიცია საუბრობს საკმაოდ ხშირად ეს მართული გუნდის არასტაბილურობაზე ხომ არ მიუთითებს ეს ყველაფერი თუნდაც ის რომ 45 მინისტრი შეიცვალა 5 წლის განმავლობაში. მე მეგონა რომ მეტი პრემიერ-მინისტრი ყავდა, არ დამითვლია ესე ზუსტად რომ მეხუთე არის ახლა, მაგრამ მინდა გითხრათ, ღრმა პატივისცემა ჩემი გამოვხატო წინა პრემიერ-მინისტრების მიმართ, რომელიც ამჟამად განსაკუთრებით მადლობა უნდა გადაუხადო ლადო გურგენიძეს, იმიტომ რომ მან გააკეთა აბსოლუტურად შეუფასებელი საქმე ომის დროს, პრაქტიკულად შეძლო ქვეყნის ძალიან დიდი კრიზისული მდგომარეობიდან დროს ისე დატოვება ქვეყნისა, რომ ბიუჯეტი და ხაზინა არ იყო ნამდვილად განსაცდელში. გეგამ გალუბრიშვილი არის ჩემთვის მე არ ვიქნები ობიექტური იმდენად დიდ პატივს და განსაკუთრებული სიყვარული მაქვს მის მიმართ განვიცდი მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ძალიან მე მგონი ეს ყველა შეეტყო და მე გეგა იმდენად ბაშკაცი ადამიანია და მე მას ბავშვობიდან ვიცნობ რომ აბსოლუტურად ჩემთვის მიუღებელია ის ჭორები რაც ამ საკითხთან არის დაკავშირებული დარწმუნებული ვარ მის აბსოლუტურ სიტრფელეში და იმაში რომ ის ჯანმრთელობით კარგად იქნება და რაც შეეხება ეხლა ძალიან არ მინდა რომ იცით მართლა გარბილება გამომივიდეს, მაგრამ მე პირადად ნიკა გილაურის გუშინ წინ, როდესაც ერთი წუთი შუქი ჩაქრა თელს თბილისში და საქართველოში ერთადერთი ვის იმედიც ყურა ნიკა გილაური ხო იცის როგორ უნდა გამოგვიყვანოს კი 21-ე საუკუნეში როდესაც ჩვენ ძალიან ბევრი წლები და როდესაც ევროპაში ჩაქრა სამი კვირა და ევროპაში აღარ მუშაობდა სამატყოფოები სკოლები და ასე შემდეგ. როდესაც ის პროფესიონალი არა როგორ არა შედარებითია, როდესაც ევროპაში არ არის შუქი და საქართველოში ამ დროს ამ სიღატაკეში, ამ სიბძნელეებში ადამიანს შეუძლია და პროფესიონალია თავისი საქმისა, რომელმაც ბიუჯეტი იცის, გამჭვირვალეთ და ხედავს, უბრალოდ მე არ შემიძლია იმედი არ ვიქონიო, რომ აი ეს ბატონი ნიკა გილაური შესძლებს რომ გაართვას თავი იმ საოცარ, მაგრამ დრო უნდა მივცეთ. მაქსიმალურად ყველა, იმიტომ რომ ეს ჩვენი ქვეყანა არის და როგორმე უნდა შევძლოთ, რომ ნიკ არ ჩაუსაფრთეთ. მას ჯერ არაფერი არ დაუშავებია, გარდა იმისა, რომ უნდა გააკეთოს და უნდა არა, გააკეთა. არ დაუშავებია, მხოლოდ გააკეთა და ვერაფერი. თქვენ არ გითხართ თავრობის ცვლილება და როგორც უმრავლესობას უყურებთ ისე უხერხულობაში მე მეტი ინფორმაცია მქონდა აი წინა ცვლილება. მე მეტი ინფორმაცია მქონდა რა ხდებოდა ვიდრე უმრავლესობის წევრს. საერთოდ პარლამენტი არ ცნობს ეს კაცი რა მე გეუბნებით რა. საერთოდ რამდენიმე კაცი შეიკრიბება ოთახში რაღაცა დილით გაიღვიძებ და გახვედრებენ რომ ქვეყანა გადატრიალებულია. მოდი ერთხელ ჩვენს გადაუტრიალოთ ეს ქვეყანა. აი ერთხელ დილით გაიღვიძონ და აღმოვაჩინოთ რომ ესენი უმცირესობაში არიან პარლამენტში. იცით მიუხედავად დღევანდელი კონსტიტუციის რამდენი რამხელა ბერკეტები გვაქვს პარლამენტს. და იცით რომ ისტორიაში ჩაიწერეთ, მე კი არ ჩავიწერებ ისტორიაში, ვინც ამ იდეით გამოდიოდნენ. არამედ თქვენ და ის ადამიანები, რომლებიც ამ ნაბიჯს გადადგენ, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ შანსი, რომ ქვეყანა გადაარჩინოთ. მტკივნეულ პროცესებს გარდაუვალია. ეს პროცესები მე გეუბნებით, გარდაუვალია, ეს აუცილებლად დაიწყება. რა პროცესები, ბატონ ჯონდი? პროცესები, მოძრაობა, სახალხო მოძრაობა. მოდის დიდი ტალღა არის ვის აქვს ნათქვამი თუ არ ვწდები არის პერიოდი როცა ზედაფენებს აღარ შეუძლია და ქვედაფენებს აღარ ხო აი ესეთი მდგომარეობა შეუძლებელია ასე გაგრძელება 5 მილიონიან ერში მილიონ ნახევარი საზღვარგარეთ არის წასვლა სხვის ჭიმას რა ქვია საცვლებს რეცხავს და კიდე პლუს მილიონი სიღარიბის ზღვარს მიღმა არის 1 მილიონი კიდე ითხოვს რომ ესე ჩაწერონ ეს ოფიციალურ მონაცემებს გეუბნები. კი ბატონო, ქალბატონო დაიმშა ქვეყანა რა ამ შენებლობაზეა ლაპარაკი. კი ბატონო, დაქცეული. დავასწრო მე მინდა კარგად ჩამოყარ ისი თქმა მინდა. პარლამენტში ჩვენ შეგვიძლია პარლამენტში შეიცვალოს ხელისუფლება და ნელ-ნელა მე ეტაპობრივად მოხდეს ესე იგი უკვე ვთქვათ სამინისტროების თქვენ დარჩეთ პარლამენტში და ხელისუფლების გუნდის წევრები წავიდნენ ბატონო. არა, კი არ წავიდნენ კაცო, მე ერთი რას ვიზა პარლამენტში. პირიქით ის ადამიანი
ბალანსი შეიცვალოს. კი ბატონო, გასაგებია უმრავლესობა პრეზიდენტმა მეორე დერდილით ხო რამდენიმე დილა გაუთენა პარლამენტს და საზოგადოებასაც რომ დილით ხაშზე შეატყობინა მთავრობა არ ახავს ის მას საფერფლე ჩაარტყეს თავში ვიღაცა დაიჭირეს ვიღაცა ფეხები ქალბატონ რუსუდანი უარყოფს ამ ინფორმაციას. ერთი წუთი. ბატონ ჯონდი მოგცემთ. გავაღვიძოთ პრეზიდენტი დილით რომ გაიღვიძოს აღმოაჩენს რომ პარლამენტში უმრავლესობა არ ახავს. როგორ მოგცემთ? გასაგებია. როგორ მოგცემთ ქალბატონ რუსუდანი? კიდე არ მინდა რომ დაჟინებული მოთხოვნა გამომივიდეს, მაგრამ მივიღოთ ახალი ბატონ ჯონდი თუ შეიძლება. კონსტიტუციური ცვლილება ყველა მოთხოვნა, რომელიც მოდის ხალხისაგან, ყველა ის მოთხოვნა, რომელიც საზოგადოებაში არის მომწიფებული, აუცილებლად არის ანგარიშგასაწევი და ყურადღება მისაქცევი, რომ არ მივიღოთ ის პროცესები, რომელიც ქონდა, მაგრამ კიდე ერთხელ ვიცახით ჩვენს ქვეყანას რა მოუტანა გადატრიალებებმა და რა მოუტანა ძალიან გაუზომავმა ნაბიჯებმა საუბედუროდ 18 წელიწადია ვიწვნიეთ. სულ სხვა არის სახალხო მოძრაობა, გეთანხმებით, მაგრამ ეროვნული მოძრაობა, რომელიც იყო ბატონო ჯონდი, რომლის თქვენ ერთ-ერთი აქტიური და გამოჩენილი მონაწილე ბრძანდებით, ეროვნული ერის თავისუფლება, სულ სხვა მოთხოვნა არის. როდესაც საზოგადოებისაგან მთლიანად მოდის მოთხოვნა, ის სულ სხვა მოთხოვნა არის და მოთხოვნები უნდა ჩამოყალიბდეს, სპექტრი უნდა ჩამოყალიბდეს ამ პროცესს, ჭირდება დიალოგი და მადლობა ძალიან რომ დიალოგი საშუალებას გვაძლევთ, იმიტომ რომ დღეს მე არასოდეს სიმართლე რო გითხრათ, ჩემს მიმართ არ მომისმენია ამდენჯერ ვაი კრიმინალური და დაუშვათ ასე ვთქვათ, მაგრამ არა, მე თქვენ არ გეუბნებით, მაგრამ მე პირიქით ძალიან მადლობელი ვარ ყველაფრისა, იმიტომ რომ ოპოზიცია ყოველთვის სინდისის ხმა იქნება და სინდისის ხმის გარეშე არ შეიძლება სხვანაირად, აბა ვერ განვითარდება ჩვენიერი და ეხლა უბრალოდ იცით რისი იმედი მაგრამ აი ეს სინდისის ხმა რომელიც არის არ მოგვასვენებს თუ კი არის არასამართლიანობა და ყოველდღიურად ეს პროცესები თავისთავად სულ სხვა ხასიათს მიიღებს და მაპატიეთ ერთ სიტყვას ვიტყვი მე ნამდვილად მინდა კიდე ერთხელ შევეხო პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას ამ ადამიანს რამდენჯერაც და სამჯერ შემოვიდა, ორჯერ შემოვიდა ბიუჯეტი ერთხელ, სწორედ ოპოზიციის ძალიან დიდი ძალისხმევით ის დაბრუნდა და მოხდა ესეთი პრეცედენტი, გაიწვიეს, შემოვიდა თავიდან და ეხლა გაუმჯობესებული სოციალურად ორიენტირებული. ეს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელმა ძალიან დიდი როლი მიიღო ამ ბიუჯეტის შექმნაში. ამ ადამიანს შეუძლია იმისი დაცვა, რაც თვითონ წარმოადგინა. ამიტომ მე არაფრით არ შემიძლია, მხოლოდ იმიტომ რომ უარყოფა ვნახო და რატომ არ უნდა მივცე იმას ხმარ ისიც მჯერა აი ეს არ მესმის იცით ჯერავთ თქვენ რასაკვირველია თავრობის შემადგენლობის გოგა ხაჩიძე რომელიც მას ეკლესიის კარში ამთვრია ეს საშინელებაა მე ერთი არ არის საკმაოდ ერთი სხვებს რო არ ჩამოვთვალო ერთი არის არჩემინგრევიაო ბატონ ჯონდი ჩვენს ეთერში საუბრობდა გოგა ხაჩიძე და არჩემინგრევია უბრალოდ დაუჯეროთ ეხლა არ მინდა თვითონ რო არ არის მე ძალიან მოკლედ კარგით ეს არის გადაცემის სხვა თემა კაცი მინისტრი იქ იდგა სადაც ეკლესიის კარს ამთვრებდნენ და ხმასი წინააღმდეგობა არ გაუთ როგორც თვითონ ვეთქვა არც სამართალდამცავებისთვის გადაუცია კაცი შენ თვალწინ ეკლესიის კარს გიმთრევენ და ხმას არ იღებ ის სამშობლოს დაიცავს გასაგებია ესე იმიტომ იყო იმიტომ არის კომენტარი ამ საკითხზე და შემდეგ მე საერთოდ ამას კომენტარი საერთოდ მე მგონი ამაზე არ არის საჭირო რომ ეკლესიის კარების შენგრევა და შეხება უპატიოდ და უღირსებოდ საშინელება მე არ ვიცი და არ მინახავს ეს თვითონ ბატონი გოგა ხაჩიძე ამაში და ღმერთმა მე არ ვიცი ამაზე კომენტარი არ მაქვს საერთოდ კი ბატონო ქალბატონ კომენტარი არ მაქვს აი გასაგებია ქალბატონ რუსუდან არასაპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვს მათ აქვთ სამი მთავარი მოთხოვნა გადადგეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაინიშნოს რიგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები და მიეცეს ქვეყანას რომ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები ქალბატონ რუსუდან აქვე მინდა გკითხოთ იმ არჩევნებზე რომელზეც თქვენ თავად ისაუბრეთ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე იყო თუ არა სამართლიანად ჩატარებული მე ეხლა თქვენი ეთერის მეშვეობით მინდა გამოუცხადო ძალიან პირადად ეს ჩემგან ცოტა ალბათ ისეთი იქნება მაგრამ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ლევან გაჩეჩილაძეს მე პირადად არც ერთი სამართალდარღვევის ფაქტი ჩამგორის რაიონში როდესაც მე მივიღე პირველად ჩემ სიცოცხლეში მონაწილეობა არჩევნებში არც ერთი მისი მხრიდან ან მისი გარემოცვის მხრიდან არ შემხვედრია არაფერი ისეთი ნაბიჯი რომლის დროსაც შეიძლებოდა რომ რაიმე უხერხულობა შემქნოდა არჩევნებთან დაკავშირებით ეს არის ჩემი ძალიან მოგრძალებული გამოცდილება არჩევნებთან დაკავშირებით და მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია ანუ შესაძლებელია თქვენ თქვათ ისე გამოვიდა თქვენი საუბრიდან თუ ჩავთვლით რომ თქვენ ფიქრობთ რომ არჩევნები ჩატარდა ასე თუ ისე სამართლიანად გასაგებია რომ ლევან გაჩეჩილაძეს უხდით მადლობას როგორც კონკურენტს არა იცით რა მოდით ესე არა
იცით რა, კონკრეტულად ჩემ რაიონზე შემიძლია რომ ვილაპარაკო იქ სადაც მონაწილეობდი. მე არ მქონდა საშუალება რომ სხვაგან და საერთოდ მე მიმაჩნია რომ არჩევნებში მონაწილეობა და შედეგი, რის შედეგადაც დიალოგის საშუალება გაქვს პარლამენტში, ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია საქართველოს. ქალბატონ რუსუდან თუ დაიწყება პერმანენტული აქციები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, ამაზე დღეს არასაპარლამენტო ოპოზიცია საუბრობს. როგორ ფიქრობთ, თუ გამოვა რუსთაველის გამზირზე, გნებავთ უამრავი მოქალაქე, როგორც თქვათ ეს ნოემბრის მოვლენების დღეებში იყო და ჩვენ ნახეთ შემდეგ როგორ მოექცა ხელისუფლება ამ მოქალაქეებს, რომლებიც უამრავი მოქალაქეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე იდგა, შიმშილობდა ზოგი მათგანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ დაინიშნება, თუ მოხდება ისე რომ დაიწყება პერმანენტული აქციები, თქვენი პოზიცია როგორ იქნება ქალბატონ რუსუდან და თუ დაინახავთ თქვენ რომ რუსთაველის გამზირზე დგას უამრავი მოქალაქე, რომელიც მოითხოვს სამართლიანობას, გნებავთ, გისმენთ? გნებავთ უამრავი და გნებავთ შედარებით ცოტა. საკუთარ მოქალაქეებთან და შვილებთან აუცილებელია დიალოგი. ეს არის პირველი. ხო, ეს არის ამაზე საერთოდ პოზიცია შეიძლება კონდეს მარტო ერთი. მხოლოდ დიალოგი საკუთარ მოსახლეობასთან, საკუთარ შვილებთან, საკუთარ ოჯახთან და საკუთარ ქვეყანასთან. მეტი არაფერი. არა. ეს მხრიდან კი არ არის სიტყვები. დიალოგზე ლაპარაკობს ერთ წელია პრეზიდენტი, მაგრამ რა დიალოგი. ყველაფერი იგივე უარესი და უარესი ხდება. საფრთხეს მაინც არ უტყავდნენ ადრე პრემიერ-მინისტრებს თავში. ქვეყანა საერთოდ ქვეყანა აღარ აქვს. ეხლა ამის გაფორმება ხდება, თქვენ ხო აი კარგად როცა ჩვენ დაშვებით, ის ირაკლემასავით ხა. თქვენს მეც ყველა არ გვინდა ამის დაჯერება. ქვეყანა აღარ აქვს. და რა სანამდე უნდა ვინახო, რის გამო უნდა ვინახო. ბატონ ჯონდი, თუ შეიძლება თქვენი უერთდებით თუ არა არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნას, უნდა გადადგეს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ხარი დაუჭირია მოთხოვნა. კი ბატონო, ვიცი. ხელი მოვაწერე, ასე. კი ბატონო. შეკითხვა ფიქრობ, რომ ასე იგი ანუ თქვენ შეუერთდებით თუ არა რუსთაველის გამზირზე იმ შემთხვევაში თუ დაიწყება პერმანენტული აქცია. მე ვიქნები ერთ-ერთი ორგანიზატორი და ერთ-ერთი მოწინავე, მე და ქართული ჩემი პარტია ქართული დასი. ყველა წამოწყების, რომელიც იქნება მიმართული ძალადობის სამართლობის და აი ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, კანონის და კაცობის და ნამუსის ფარგლებში და მე ჩემ ქვეყანას არასდროს არ დავანგრევ, სხვათა შორის დღეს მახსენდება. თუმცა ბატონ ჯონდი, თქვენ მოღალატეს გიწოდებთ არასაპარლამენტო ოპოზიცია, მაშინ არა, ვინ მიწოდებს? ესეთი, საიდან მოგაქვთ ესეთი შეურაცხყოფელი სიტყვები? ჯერ არავის არ უკადრედო, ვერც გაბედავს ასეთი რაიმეს თქმას ჩემზე. აბა კარგად დააკვირდით, აბა ერთი მაჩვენეთ კაცი, ვინ მიწოდებს? აბა გაამეორებიეთ ამ ეთერში, მე ესეთი რაიმე არ მომისმენია. ის რომ ბატონ ჯონდი, თქვენ ფიქტიურს გიწოდებთ არასაპარლამენტო ოპოზიცია და საპარლამენტო ოპოზიციას უწოდებს ფიქტიურს და მოღალატეს და არაკაცებს დიდი განსხვავება შეიძლება ის რომ მას შემდეგ რაც პარლამენტში შეხვედით ოპოზიციის კრიტიკა თქვენ არ მოგისმენიათ საკმაოდ ხმამაღალი კრიტიკა არ მოგისმენიათ ერთადაც მე არ მეხებიან კარგად დააკვირდი რატომ არ გეხებიათ თქვენც იყავით გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ვა აქვს და ნამუსი აქვს ზოგს ჭკუა აქვს და წინდახედულება აქვს იმიტომ არ მეხებიან აბა ვისეხებიან ბატონ ჯონდი მე რატო გინდათ ვიღ სხვაზე მალაპარაკო არა თქვენ ბძანეთ რომ მე არ მეხებიანო დააკვირდით კარგად პირდაპირ სახელი და გვარი ადამიანებზე რომლებიც შესულები არიან პარლამენტში გაერთიანებული ოპოზიციის მათ შორის სახელი და გვარებსაც საკმაოდ კრიტიკული განცხადებები იმ ადამიანების მისამართით რომელიც შევიდა პარლამენტში გაერთიანებული ოპოზიციიდან ხო და ვის მიმართაც იმათმა გასცენ პასუხი საინტერესო განცხადება ჩემს ესეთ რამე არ გავა ვერ გაბედავს ეხლა კი ბატონო ძალიან საინტერესო შეურაცხყოფა ეხლა შეიძლება კრიტიკული განცხადებები ბატონ ჯონი პოლემიკა მქონია ბევრთან სხვადასხვა აი დღევანდელი ეხლა მაგრამ შეურაცხყოფას არასდროს არ ვაყენებ კაცს გასაგებია არასდროს არ ვეძახი პირადი შეურაცხყოფა არათუ ვინმეს თქვა ჩემს ყოფილ თანამებრძოლს არც ეს ტრათ რომ იმაჩნია იმას არ ვაყენებ. გასაგებია. ქალბატონ რუსუდან ახლო მომავალში პრეზიდენტი უნდა წარდგეს პარლამენტარების წინაშე. მან უნდა მოახსენოს პარლამენტარებს თუ როგორ რა შედეგით იმუშავა, როგორ იმუშავა მან გასულ წელს და რას გეგმავს სასიკეთოს ჩვენი ქვეყნისათვის ამ წელიწადს. თუ შეგიძლიათ თქვენ რომ მითხრათ რა გაკეთა გასულ წელს ჩვენი ქვეყნისათვის კარგი ქალბატონ რუსუდან. ყველაზე მძიმე წელი ალბათ ჩვენი კი ბატონო პრეზიდენტს მოუწევს დაასაბუთოს და რასაკვირველია. რასაკვირველია მოუწევს დაასაბუთოს იმიტომ რომ ურთულესი წელიწადი და მე მიმაჩნია რომ საბოლოო ჯამში ახლა რაც ბოლოს ევროკავშირმა მიიღო საქართველოს რეზოლუცია ეს არის ყველაზე დიდი მხარდაჭერა მაგრამ ეს გამოძახილია წინა წლისა რა ამ წლისა ხო დიახ და ძალიან მხარდაჭერა თქვენ მართლა ამბობთ და არა მარტო ის მხარდაჭერა არა
მხოლოდ არა იმ 6 პუნქტის, არამედ კიდე დამატებულია ის პუნქტი, რომელიც კიდე უფრო აძლიერებს იმ პოზიციას, რომელიც თავდადო ჩახედეთ, დადანაშაულებული ვარ ჩვენ. იმ ნაწილში ზოგადად საგარეო პოლიტიკის სრული ფიასკოა. ესეთი სამარცხინო მარცხი, რაც ბოლო პერიოდი საქართველოს აქვს, არასდროს ასეთი პერიოდი არ ქონია. საერთოდ მე არ ვიცი რა, ძალიან ისე გიყურებენ თემ ევროპაც და ამერიკა ხა თქვენ მართლა გჯერავთ ევროპა, რუსეთი ან ამერიკა რუსეთს დაეჯახება ჩვენი გულისთვის. ჩვენ შევქმნით არჩევანის წინაშე ძალიან ეგეთი ძალიან არაგონული როგორ მართლმადად კორექტული მინდა ვიყო ვეღარ ზომავ ამასაც. ჩვენ შევქმნით სიტუაცია რომ არჩევანის წინაშე დავა რუსეთი თუ საქართველო. თუ როგორ ფიქრობთ ეხლა ცოტა ქართმის ტენი ჭკუა ვისაც აქვს საქართველოს აირჩევს და რუსეთს ომს გამოუცხა და რომ გამოეცხადებია დიდი ბოდიში მე არ მგონია მე მგონია არჩევანი ასეთია ევროპული ღირებულებები თუ რუსეთი აი და ევროპული ღირებულება აქ ცოტა ისეთი ის ღირებულება რისიც დაუშვათ მე მგონია ევროპელებს ჩვენ უფრო მათ ღირებულებებთან უფრო მიახლოებული ერთად მოვაჩვენოთ ვიდრე რუსები. არა, მე იცით რა. ამიტომ თავის ესე იგი სოფლიოში უძლიერეს არმიას ომს გამოუცხადებენ რომ საქართველოს თუმე ახალგორი დააკარგინა. ასეთი ჩვენ არ გვაწყობს არავის რომ გამოუცხადონ. რუსეთმა უნდა თვითონ დაინახოს. ასეთი გულუბრყვილო მიდგომა, ასეთი გულუბრყვილო დაღუპა ქვეყანა. ჩვენ მუდმივად ესე იგი აპელირებთ აი რუსეთს დავშლით რუსეთის ეკონომიკა ინგრევა ჩვენ დაგვექცა ქვეყანა და ეხლა რომს დავშალოთ რუსეთს ჩვენ რა ხეირი ეხლა იმეზობლის არ იყოს რა ქვია გასაგებია ბატონ ჯონდი ძალიან დიდი ბოდიში სამწუხაროდ ჩვენ საერთოდ რო ამოიწურა დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის მეორე არს უსმინეთ თქვენს ნათია და თბილისელებს საზოგადოებას მე ვუსმენ მეორე არს შეძლების დაგვარად მე ასევე ვკითხულობდა ვეცნობი ყველა თქვენს განცხადებას როგორც საპარლამენტო ოპოზიციის როგორც საპარლამენტო უმრავლესობით ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადებებს ხშირად ნახეთ ძალიან ხშირად ყოფილა განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი გამიკეთებია და იმ დღეს მე საინფორმაციო გადაცემას უყურებ და დარბაზში თუ ვიყავ, არა თუ ჩემი განცხადება არ გადის. საერთოდ კადრებში ვარ ამოჭრილი. დარბაზში თქვენ სწორედ იმიტომ ხართ პარლამენტში რომ ეს საკითხი დააყენოთ მედიის თავისუფლების შესახებ. აყენებთ? უნდა მოусმინოთ პრეზიდენტს სწორედ მე უთხარი რომ ტელეკომის ხარჯში ძალიან საინტერესო იყო. პასუხი იყო რომ კი რა ტელეკომპანია იმედის პატრონის ასე იგი ფლობელისთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით. კი ბატონო, შედეგების სახეზეა ბატონო. ხო და ამას გეუბნები. პასუხი იყო დადებითი. ძალიან გამიკვირდა, ხო? გამოვედი და კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. რუსუდან კერვალიშვილი, ხელისუფლების გუნდის წარმომადგენელი, ჯონდი ბაღათური, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. რადიო უცნობისა და ტელეკომპანია მაესტროს ერთობლივი პროექტი უცნობი კავკასია ხვალ ზუსტად 9 ნახევარზე დაბრუნდება პირდაპირ ეთერში. ნახვამდის ბედნიერად. ეთერში იყო გადაცემა უცნობი კავკასია.